ნორმალურიდან 7 ძილისთვის საჭირო რჩევები. ძილის წინ ეკრანებზე უარის თქმა დაახლოებით 1 საათით ადრე. ეკრანებიდან გამოსხივებული ცისფერი სინათლე თრგუნავს მელატონინის გამოყოფას, ეს არის ძილის ჰორმონი. ეს კი აფერხებს დაძინებას. ძილის წინ გათიშე ტელევიზორი, ტელეფონი და კომპიუტერი. კარგი იქნება თუ მაგ დროს წიგნს წაიკითხავ, ან მსუბუქ მუსიკას მოусმენ. მეორე, ერთი და იგივე დროს დაძინება გაღვიძება. ამით ტვინი წესრიგს ეჩვევა. თუ ყოველდღე სხვადასხვა დროს დაიძინებ, ძილის ბიოლოგიური საათი ირღვევა. დააწესე შენი ძილის გრაფიკი. მაგალითად, დაძინება 11-ზე და გაღვიძება დილის 7 საათზე, ყოველდღიურად. მესამე, საღამოს რუტინის შემოღება. თავი უნდა მიხვდეს, რომ ძილის დრო მოდის. მაგალითად, ტვინს სჭირდება სიგნალი, რომ მოდუნდეს. მაგალითად, შეგვიძლია გავაკეთოთ ყოველდღიური რიტუალი დაძინების წინ, ჩაის დალევა, ხელების დაბანა, სუნთქვითი ვარჯიშები და ასე შემდეგ. ყოველი ეს ნაბიჯი ამზადებს ტვინს ძილისთვის. მეოთხე, სუნთქვითი და მოდუნების ვარჯიშები. ღრმა სუნთქვა და კუნთების მოდუნება ამცირებს სტრესის ჰორმონებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მაგალითად, ცადეთ 4-7-8 სუნთქვა. 4 წამით ჩასუნთქვა, 7 წამით დაჭერა, 8 ამოსუნთქვა. ეს გაიმეორეთ 5-დან 7 ჯერ ძილის წინ. არ დაიძინოთ შიმშილით ან ზედმეტად სავსე კუჭით. შიმშილი და ღამით ჭარბი საკვები აბრკოლებს მშვიდ ძილს. შიმშილმა შეიძლება გაგაღვიძოს, სავსე კუჭმა კი პირიქით არ მოგასვენოს. ძილის წინ შეიძლება 1 ბანანი, თბილი რძე ან პიტნის ჩაი. დამამშვიდებელია და მუცელს არ აწუხებს. მე-6. კოფეინსა და ალკოჰოლის მიღება დაახლოებით დაძინებამდე 5-6 საათით ადრე. კოფეინს, ჩაი, ყავა, შოკოლადი, კოკა-კოლა, მათი მოქმედება ორგანიზმში 6 საათი გრძელდება. ალკოჰოლი ამცირებს ძილის ხარისხს და ხდება ღამით გაღვიძება. 3 საათის შემდეგ ერიდეთ ყველა კოფეინის შემცველს. არ დალიოთ ღამით მოსადუნებლად ალკოჰოლი. მე-7. დაწოლა მაშინ, როდესაც გეძინება. თავს უნდა რომ საწოლი ასოცირდებოდეს მხოლოდ ძილთან და არა წრიალთან. თუ ვერ იძინებ დაწოლიდან 20 წუთში, ადექი და წაიკითხე რაიმე და მხოლოდ დაძინების სურვილის დროს დაბრუნდი. საწოლი გახადე ძილის ზონა და არა ფიქრის და ნერვიულობის ადგილი. მერვე, დღისით მზის შუქი და სეირნობა. მზის შუქი ალაგებს ბიოლოგიურ საათს, მსუბუქი მოძრაობა კი აუმჯობესებს ღამით ძილს. როდესაც ტვინს მიეწოდება ჟანგბადი, სტრესის დონეც დაბლა იწევს. ამიტომ აუცილებელია დღეში 20-30 წუთი ისეირნოთ.